მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა გავსწავლოთ თუ როგორ შევქმნათ აი ესეთი სურათი. ანუ მოგვიწევს შექმნა დედამიწის, ასევე მოგვიწევს გარშემო რო ლამაზი სურათი, კოსმოსის ეფექტის შექმნა და ეს დედამიწა ისე გავაკეთოთ, რომ ერთი მხარე იყოს განმარტებული და მეორე მხარე ჩამოერევი, რადგან შევქმნათ დღეღამის მონაცვლეობის ეფექტიც. პირველ რიგში ამის აუცილებელია შევიდეთ ჩვენს პროგრამაში. ეს ის ასე. ეხლა აუცილებელი არის შევიდეთ აი ამ სისხლის კუთხეში და ავერჩიოთ კატეგორია სფერო. სადაც არის მოთავსებული ესეთი სფერო. რა ხდება ახლა? აქ არის მისი მონაცემები, როგორც ხედავთ, მისი პარამეტრების გასწორება. უბრალოდ აი აქ რადიუსში წერთ 300 და სეგმენტში წერთ ის ასევე 300. რადგან ახლა ეს არ არის მომრგვალებული და რომ მიიღოს მრგვალი ფორმა, ამისთვის დავწერთ და როგორც შედეგი სახეზია. ახლა რა ხდება? შევდივართ Google-ში, რათა გადმოვწეროთ ჩვენ დედამიწის ტექსტური. ამისთვის აუცილებელი არის რომ შევიდეთ Google-ში. მე აქ მაქვს ეს ტექსტურები. ჩავწეროთ ears texture და აი აქ გამოვიდგინოთ ჩვენ სურათებს. აქ ბევრი არის. ის მასივალი ეს თქვენი სურვილის და მიხედვით შეგიძლიათ რომ გააკეთოთ ეს. მე აღებული მქონდა სხვა სურათი, სურათი გაანახეთ. პრინციპს ადვილად გაიგეთ. შევიდეთ ჩვენს პროგრამაში, შევქმნით ახალი მატერიალი. შევიდეთ ამ ახალ მატერიალში. აი აქ ტექსტურის გვერდით მოგიწევთ. ამის პატარა ის არის. შევდივართ Load Image და ვირჩევთ ჩვენს მიარჩევ სურათს. გამოსვით ამ დევაზე ვიკავებთ. აი ამ ტექსტურს ვსვავთ ჩვენს ნახოთ როგორც ხედავთ, ჩვენ მივიღეთ დედამიწის მოდელი, რეალისტური მოდელი, ესე რომ ვთქვათ. შეგიძლიათ აქ ასევე სხვა ტექსტურიც ჩავსვათ, მაგრამ თვითონში ტექსტურზე გავაკეთოთ, რაც მე გავაკეთე თვითონ სურათში. ამიტომ ჯობია
ეს ასე. ეხლა შევდივართ აი ამ პანელში ისე სიმple და ვირჩევთ კატეგორია sky და აი ამ layers ტექსტურის მოვიდა და შევსვით და დავწერთ space. ანუ კოსმოსის ტექსტური რომ გავაკეთოთ. აქ არის უამრავი არის, მაგრამ მე გაკეთებული მაქვს ტექსტური რომელიც სურათში გაჩვენე. ამ ტექსტურის გავაკეთოთ. სამწუხაროდ მარტივი არის ამის გაკეთება და მეგონი არ უნდა დაგიჭირდეთ. აქ კიდე გამოსულ პანჯერაზე დავეთანხმებით ნაოდ. და შედეგი სახაზია. და აი ამ სურათს დავსვათ skies. და ნახოთ მეგონი მიღებული შედეგი. აი როგორც ხედავთ შედეგი სახაზია. ეხლა რას ვაკეთებთ ჩვენ? დავაშორეთ კამერა. ეხლა უბრალოდ ავიღოთ შეიძლება ლაინში და ვუჩვენთ ლაინს. რას ვაკეთებთ? აი ეს ის გამოწვევთ ერთმანეთს. რათა მივიღოთ ეს საკითხი. შედეგი სახეზია. შენახვანი როგორც ყოველთვის